მე მქვია კრისტიან ლერონ დუნკანი, ვარ ნამდვილი სნაიპერი და 21 მარტს შევხვდები ქართოს ოქტაგონში. მიფრთხილდი, რომან. ხო და ჩვენი მეტოქის შესახებ დღეს გავიგებთ ყველაფერს, გავიცნობთ მის ბიოგრაფიას, ვნახავთ მის ყველა ბრძოლას, გავიგებთ როგორ მოიპოვა რომან დოლიძესთან ბრძოლა, ასე რომ მოკალათით ეკრანებთან გისურვებთ სასიამოვნო ყურებას. კრისტიან ლეროი დანკანი დაიბადა 1995 წელს ბრიტანეთში პატარა ქალაქ გლოსტერში. მომავალი მებრძოლი ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული სპორტით, ის ადრეული ასაკიდან თამაშობდა კალათბურთს და სერიოზული მიღწევებიც ჰქონდა. 18 წლის ასაკში დანკანი კალათბურთში თავის გუნდთან ერთად ნაციონალური ტურნირი მოიგო. თუმცა ის ამ სპორტში პერსპექტივას ვერ ხედავდა, რადგან წინსვლისთვის იყო საჭირო ქვეყნიდან წასვლა და სერიოზული კონტაქტები. ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა 18 წლის ასაკში გზა გასაყარზე. ან სპორტი ან სწავლა. სანამ ახალგაზრდა სპორტსმენი ფიქრობდა, კრისტიანის მეგობარმა საგუშემატკივროდ ის დაპატიჟა თავის სამოყვარულო MMA-ის ტურნირზე. რა თქმა უნდა, დანკანი მივიდა და პირველივე დღესვე მან შინაგანად იგრძნო, რომ ეს ის სპორტია, რომლითაც მას უნდა მთელი ცხოვრება იყოს დაკავებული. კრისტიანმა მეორე დღესვე მიაკითხა უახლოეს დარბაზს, სადაც ავარჯიშებდა ადგილობრივი ლეგენდა მარკ ვირი, ხო და ამ დღიდან მას არც ერთი ვარჯიში არ გაუცდენია. 2020 წელს 25 წლის ასაკში დანკანის დებიუტი შედგა პროფესიონალებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში Cage Warrior-ში. ის დაუპირისპირდა ძლიერ სტრაიკერს კაილ მაკლარკინს. კაილი ბევრად გამოცდილი სპორტსმენი იყო და მოდიოდა ზედიზედ 3 გამარჯვებით და რაც თავარია, ყველა გამარჯვება მას ნოკაუტებით ჰქონდა მოპოვებული. ასევე ის იყო Cage Conflict-ის პრომოუშენის მოქმედი ჩემპიონი, მოკლედ სადებიუტო ბრძოლაზე დანკანს მაქსიმალურად საშიში მეტოქე შეახვედრეს. პირველ რაუნდში დანკანმა გვაჩვენა, რომ მცირე მინუსები აქვს ჭიდაობაში. კაილმა თავიდანვე გადაიყვანა შეხვედრა მიწაზე და თითქმის მთელი ბრძოლის მონაკვეთი სპორტსმენებმა პარტერში გაატარეს. მართალია მაკლარკინმა კრისტიანს ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა ზურგიდან საიმედოდ ყავდა შებოჭილი და მხოლოდ რაუნდის ბოლოს მოახერხა დანკანმა გამოძრომა, რის მერეც გრაუნდ ენდ პაუნდში დაუშვა, მაგრამ გაისმა გონგის ხმა. და როგორც კი მეორე რაუნდი დაიწყო, დანკანმა პირველივე წამებზე თავს დაესხა თავის მეტოქეს და ზუსტად 12 წამში ბადესთან გაანადგურა ის და მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება პროფესიონალებში ტექნიკური ნოკაუტით. ორ თვეში დანკანი შეხვდა პოლონელ სპორტსმენს ლუკაშ მარჩინოვსკის, რომლის რეკორდიც პროფესიონალებში იყო 4 გამარჯვება და 2 მარცხი. დანკანის პირველი ბრძოლიდან გამომდინარე, ლუკაში თვლიდა, რომ ამ შეხვედრას მარტივად მოიგებდა, რადგან ის იყო საბაზისო მოჭიდავე, რომელიც კარგად მუშაობდა კლინჩი და იყო ძალიან გამძლე. თუმცა ამ უნარებმა მას ვერ უშველა. დანკანმა პირველივე წუთის მიწურულს უსაშინლესი ბრუნში ფეხი გაისროლა. ქუსლი ოპონენტს პირდაპირ საფეთქელში მოხვდა და კრისტიანმა მორიგი ფინიში გააფორმა. Spinning back kick, and that's wobbled him, and it's over. Declaring your winner by way of knockout in the red corner, Christian Duncan. შემდეგი იყო ახალგაზრდა ბრიტანელი გრეპლერი ვილ დრაგო კარი. ეს მებრძოლი იყო დაუმარცხებელი და მოდიოდა ზედიზედ 5 გამარჯვებით. აღსანიშნავია, რომ მან 5 შეხვედრიდან 4 მახრჩობელით დაასრულა და წარმოადგენდა დანკანისთვის ნამდვილ საფრთხეს. დრაგო პირველივე წამებზე გდების მცდელობით დაიძრა, მაგრამ დანკანმა კარგად დაიცვა თავი და ეს თავდასხმა კლინჩით შეანაცვლა. კრისტიანი დგომში უკონკურენტო იყო, ამიტომ დრაგოს ერთადერთი შველა იყო ჭიდაობა და პარტერი. მართალია მან ერთი გდება მაინც განახორციელა თავისი რამდენიმე წამიანი კონტროლით, თუმცა დანკანი გამოძრა, დგომში აქტიურა და ბოლოს კონტრზე აქეთ შეუსრულა გრეპლერს გდება. ეს რაუნდი ჩვენი გადაცემის გმირმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. დანკანმა მეორე რაუნდი მფრინავი მუხლით და ბადესთან ჩაქოლივით დაიწყო. მან ზუსტად 18 წამში გაანადგურა თავისი მეტოქე და გაიფორმა ზედიზედ მესამე გამარჯვება და მესამე ნოკაუტი.
ამ ფინიშმა ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. ვილქარი თვლიდა, რომ საჭს ბრძოლა არ უნდა გაეჩერებინა. მან შედეგებიც კი გაასაჩივრა და ამიტომ ორგანიზაციამ ეს მებრძოლები სამ თვეში კიდევ ერთხელ შეახვედრა სარევანშო ბრძოლით. ამჯერად სპორტსმენებმა სამივე რაუნდი ბოლომდე იჩხუბეს. მართალია პირველ რაუნდში ქარი იყო უკეთესი. მან დანკანი ერთი მომენტი კინაღამ ფეხზე მტკივნეულით დააფინიშა, დომინირებდა პარტერში მთელი რაუნდის განმავლობაში და მუდმივად ცდილობდა სხვადასხვა ილეთის შესრულებას. თუმცა კრისტიანმა გაუძლო ყველაფერს, შემოატრიალა შეხვედრა, მეორე რაუნდში ბრუნჩი იდაყვით დაანოკდაუნა თავისი მეტოქე, რის მერეც კარი უკვე აღარ იყო მთლად თავის თავში დარწმუნებული. დანკანი აღარ აძლევდა მას გდების შესრულების საშუალებას და დომინირებდა დგომშიც და პარტერშიც. როგორც შედეგი კიდევ ერთი გამარჯვება, ოღონდ ამჯერად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. Leroy 2021 წლის 10 დეკემბერს დანკანი შეხვდა ჯასტინ მურს, რომლის პროფესიონალური რეკორდი იყო 10 გამარჯვება და 5 მარცხი. ამ მებრძოლს, როგორც ხედავთ, მთლად საამაყო შედეგები MMA-ში არ ჰქონდა, თუმცა ის ცნობილი იყო თავისი ფიზიკური ძალით, 100%-იანი ფინიშერი იყო, რომელსაც კარიერაში ჰქონდა გაფორმებული 6 ნოკაუტი და 4 საბმიშენი. დანკანმა ამ შეხვედრაში ბრძოლა დაიწყო მფრინავი მუხლის სახეში, რომელმაც ოპონენტი ეგრევე მოცელა, თუმცა ჯასტინმა მოიკრიბა ძალები და კრისტიანს ჩაეხუტა კლინჩი. ხანმოკლე წვალების შემდეგ დანკანი გამოძვრა კლინჩიდან, შეასრულა ეფექტური გდება, ოსტატურად ზურგიდან ჩაეხუტა თავის ოპონენტს და დაახრჩო ის. ამ გამარჯვებით ლეროი დანკანმა მოიპოვა სატიტულო ბრძოლა და აჩვენა ყველას, რომ ის ვითარდება და საჭიროების შემთხვევაში მიწაზეც შეუძლია ბრძოლა. და 2022 წლის 2 აპრილს დანკანი Cage Warriors კამარზე შეხვდა მოქმედ ჩემპიონს 84 კილოგრამში ჯატი მელანს. მელანი ასპარეზობდა საფრანგეთის სახელით, თვითონ კი იყო კოდ დიუარიდან. ის სტრაიკერებისთვის იყო ნამდვილი კოშმარი. ჯატი იყო ფენომენალურად ძლიერი გრეპლერი, რომელსაც ჰქონდა ულევი გამძლეობა. მისი სტრატეგია ყველა შერკინებაში იყო ერთი და იგივე: ჭიდაობა, მუდმივი პრესინგი, მუშაობა ბადესთან და პარტერში. ის ძირითადად ღლიდა თავის მეტოქეებს და იგებდა შეხვედრებს გადაწყვეტილებით. ბრძოლის მომენტში მელანი იყო დაუმარცხებელი და მოდიოდა ზედიზედ 8 გამარჯვებით. ასეთ სპორტსმენზე გამარჯვება დანკას არა მარტო ჩემპიონს გახდიდა, არამედ მოუტანდა აღიარებას. ყველა გაიგებდა, რომ მას შეუძლია ბრძოლა მაღალი კლასის გრეპლერებთან. პრესინგის და ჭიდაობის მანქანამ დანკანი რაუნდის პირველივე წამებზე გადაიყვანა მიწაზე და მთელი ბრძოლის მონაკვეთი მიწებებულ მდგომარეობაში იყო. მან ვერ მიაყენა ზიანი კრისტიანს, პრინციპში მისიაც ეგ იყო: ოპონენტის დაღლა, გამოფიტვა და თავდასხმის დაბლოკვა. ამიტომ პირველი რაუნდი მელანის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე რაუნდში დანკანმა გაიაზრა, რომ არ უნდა მოუშვას ახლოს მელანი და თავიდან უბლოკავდა გდებების მცდელობებს. კარგად მუშაობდა დისტანციაზე, თუმცა რაუნდის მეორე ნახევრიდან ჯატი კიდევ მიეწება კრისტიანს. თუმცა ამ რაუნდში უკვე დანკანი უკეთესი იყო. და მესამე რაუნდში დანკანმა მოუძებნა თავის მეტოქეს სუსტი წერტილი და 52 წამზე ნახტომში მუხლით გათიშა ის. ეს იყო ძალიან ეფექტური ნოკაუტი, რომელმაც კრისტიან ლეროი დანკანი გახადა Cage Warriors ჩემპიონი. ორი 2022 წლის 12 ნოემბერს დანკანი რეკორდით 6-0 ტიტულის დაცვით შეხვდა ბულგარელ სპორტსმენს მარიან დიმიტროვს. დიმიტროვი არ იყო უბრალოდ პრეტენდენტი, ის 10 გამარჯვებიანი ვინსტრიკით სპეციალურად ჩამოვიდა მანჩესტერში, რომ გაენადგურებინა ადგილობრივი ჩემპიონი. მარიანი იყო ცნობილი იმით, რომ უყვარდა მწარე ჩეხაობა და ვერ გრძნობდა დარტყმებს. ის თავის მეტოქეებს ამ დგომში აფინიშებდა ამ პარტერში ჩაქოლვით. თავისი გამარჯვებების 70% მან მოიპოვა ნოკაუტებით და ასევე იყო საბაზისო
სამბისტი, რომელსაც ჭიდაობით ნამდვილად ვერ გააკვირვებდი. დანკანისთვის კამრის დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაგ დროს ის უკვე UFC-სთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. როგორც იყო მოსალოდნელი, სპორტსმენებმა შეხვედრა დაიწყეს დგომში ჩეხაობით, სადაც დანკანი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. ამიტომ მარიანი ცდილობდა მის დამშვიდებას კლინჩი, თუმცა ბრიტანელი ძვრებოდა და აიძულებდა მას დგომში ჩეხაობას. დაი რაუნდის მიწურულს გონგამდე 8 წამით ადრე დანკანმა ბრუნში იდაყვით მეტოქეს პირდაპირ საფეთქელში გაუტარა და მიყვა ფინიშით. კრისტიან ლეროი დანკანმა დაიცვა თავისი ტიტული ტექნიკური ნოკაუტით და უმარცხებლად მოიპოვა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება და დაასრულა თავისი კარიერა Cage Warriors-ში ჩემპიონის სტატუსით. როგორც კი დავიწყე ვარჯიში MMA-ში, ოცნება მქონდა UFC-ში მოვხვედრილიყავი და ეს ოცნებამ ამიხდა. პირველ რიგში სანამ ჩხუბზე გავიდოდი, ჩემი ძმაკაცის საფლავს მივაკითხე. ის იყო უნიჭიერესი მუსიკოსი. წინათ ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ორივე ჩვენ სფეროში მივაღწევთ მწვერვალს და ამით ერთად დავდგმებით. მაგრამ ის რამოდენიმე წლის წინ ბაიკით ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა. არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირობა. მის საპატივცემულოდ ჩემ სფეროში მწვერვალს აუცილებლად მივაღწევ. UFC-ს დებიუტში მე ჩემს მაკაცთან ერთად გავედი. მისი მუსიკის თანხლებით. დინამიკებიდან ჯოს ხმა მესმოდა. ეს იყო ჩემთვის უძლიერესი მოტივაცია. 2023 წლის 18 მარტს შედგა დანკანის დებიუტი UFC-ში. მას ოქტაგონში დაუპირისპირდა სერბი დუშკო ტოდოროვიჩი. სერბი UFC-ში 9 გამარჯვებიანი ვინსტრიკით მოხვდა. ის დაუმარცხებელი იყო პროფესიონალებში 2015 წლიდან 2020 წლამდე. თუმცა UFC-ში 3ჯერ დამარცხდა, 3ჯერ გაიმარჯვა და შეხვდა დანკანს. დუშკო იყო აგრესიული მებრძოლი, ფლობდა შავ ქამარს ტაიკვანდოში და ჯიუ-ჯიტსუში. კარგი იყო დგომშიც და მიწაზეც. ამაზე მეტყველებს 8 ნოკაუტი და 3 საბმიშენი. ასევე ყავდა დამარცხებული ისეთი მებრძოლი, როგორიც არის მიშელ პერეირა. თან მან ის SBC-ს პრომოუშენში სატიტულო ბრძოლაში დაანოკაუტა. მოკლედ სერბი იყო ძალიან გამოცდილი და საშიში მებრძოლი რეკორდით 12 გამარჯვება და 3 მარცხი. რაც შეეხება თვითონ ორთა ბრძოლას, დანკანი პირველივე წამებიდან დომინირებდა დგომში. კარგად მუშაობდა დისტანციიდან, ფეხებით, კრივშიც უკეთესი იყო, თუმცა მეორე წუთის მიწურულს, როდესაც მებრძოლები ერთმანეთს კლინჩში ჩაებღაუჭდნენ, დუშკომ უცნაურად დაიზიანა ფეხი. წაიქცა და მსაჯმა გააჩერა შეხვედრა. დანკანი უკმაყოფილო იყო თავისი ასეთი გამარჯვებით დებიუტში, თუმცა მოიპოვა ზედიზედ მერვე გამარჯვება. დაი პირველი წაგება დაუმარცხებელ კარიერაში. დანკანი შეხვდა არმენ პეტროსიანს, რომელიც იყო მსოფლიო ჩემპიონი მუაი-თაიში და მოდიოდა რეკორდით 8 გამარჯვება და 2 მარცხი. ეს შეხვედრა ფინიშის გარეშე დასრულდა. სპორტსმენებმა თითქმის 3-ვე რაუნდი დგომში გაატარეს. ეს იყო თანაბარი ჩხუბი, სადაც სომეხი შედარებით ეფექტური იყო. დანკანს თითქოს ანდერსონ სილვას რეჟიმი ჩაერთოდ. გახსოვთ ალბათ სილვას და ვეიდმანის დაპირისპირება. ნამეტანი ბევრს პინტაობდა და თითქოს არ აღიქვავდა სერიოზულად თავის მეტოქეს. პეტროსიანი კი პირიქით იყო ძალიან ფოკუსირებული, ეფექტურად მუშაობდა კონტრზე და სანამ დანკანი ნეოს როლს თამაშობდა მატრიცაში, სომეხი მიყვებოდა დისციპლინირებულად გეგმას და გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. პირადად მე შემექმნა ისეთი შტაბეჭდილება, რომ დანკანი დამარცხდა იმის გამო, რომ არ იყო სერიოზულად განწყობილი და სათანადოდ არ შეაფასა თავისი მეტოქე. დასანანია, არადა ის მოდიოდა 8 გამარჯვებიანი სერიით დაუმარცხებლად. დანკანის შემდეგი მეტოქე იყო რუსი სპორტსმენი დენის ტულულინი. არც თუ ისე საამაყო რეკორდით პროფესიონალებში 10 გამარჯვება და 8 მარცხი. UFC-ში ამ სპორტსმენს ჰქონდა ჩატარებული 4 შეხვედრა, 3-ში ის დამარცხდა. დენისი საბაზისო მოკრივია და თითქმის ყველა გამარჯვება მან მოიპოვა ნოკაუტებით. მას ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა, თუმცა სუსტი იყო პარტერში და კლინჩი. სწორედ ამიტომ მისი რეკორდი იყო 10-8-ზე. რუსმა შეხვედრა ეგრევე ჩეხაობით დაიწყო, მაგრამ ამჯერად დანკანი წინა ბრძოლიდან გამომდინარე ბევრად დისციპლინირებული იყო. მან დენისი იმ წამსვე კლინჩში დაითრია და თითქმის 5 წუთის განმავლობაში ამ პოზიციაში დომინირებდა. ის ძალიან დამაზიანებლად მუშაობდა იდაყვებით და მუხლებით. როგორც შედეგი, ეს ბრძოლის მონაკვეთი ბრიტანელმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. Second round coming up.
მეორე რაუნდში დანკანმა იგრძნო, რომ მისი მეტოქე დაღლილია და დაიწყო ეფექტური ფინტაობა. ნახტომში მუხლი, ბექფისტი, მწარე ჯებები დისტანციიდან, ეფექტური ჰაიკიკები, ფრონტკიკები. მოკლედ მან ჯერ დალეცა დგომში თავისი მეტოქე და ბოლოს ბადესთან იდაყვებით დაანოკდაუნა და იმ წამსვე მიწაზე დააფინიშა. That'll do it. Christian Leroy Duncan got what he was looking for. Christian Leroy Duncan. დანკანის შემდეგი მეტოქე იყო ბრაზილიელი მუაი-თაის და კიკბოქსინგის ოსტატი კლაუდიო რიბეირო. ბრაზილიელი აგრესიული სტრაიკერი იყო რეკორდით 11 გამარჯვება და 4 მარცხი. მისი თითქმის ყველა გამარჯვება მეტოქის ღრმა ნოკაუტით სრულდებოდა. ის ცნობილი იყო იმით, რომ იხარჯებოდა მთლიანად პირველ რაუნდში და ამიტომ თითქმის ყველა გამარჯვება მოპოვებული აქვს სწორედ რომ პირველ რაუნდში. მაგრამ ჰქონდა მინუსებიც, თავს ვერ იცავდა გდებებისგან და პრობლემები ჰქონდა გამძლეობასთან. შეხვედრა დაიწყო დგომში დანკანის დომინაციით. ის იყო ძალიან მოძრავი, სწრაფად ამოკლებდა დისტანციას, ოსტატურად გაურბოდა თავდასხმებს და ძალიან ლამაზად და დამაზიანებლად ანგრევდა თავის მეტოქეს. ამ მებრძოლის სტილი მართლა რაღაცით წააგავს ანდერსონ სილვას სტილს. მოკლედ პირველი რაუნდი ბრიტანელმა უკონკურენტოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა. იგრძნობოდა, რომ ბრაზილიელი მეორე რაუნდს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა და ასეც მოხდა. კრისტიანმა მალევე წააქცია კლაუდიო მიწაზე და იქ ბრუტალურად იმდენი ურტყა, სანამ საჯმა შეხვედრა არ გააჩერა. კიდევ ერთი ეფექტური გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. დანკანის შემდეგი ოპონენტი იყო ბრაზილიელი რობოკოპი გრეგორი როდრიგესი. ბრაზილიელი იყო მრავალი გზის მსოფლიო ჩემპიონი შავქამრებს შორის ჯიუ-ჯიტსუში, რომლის რეკორდიც პროფესიონალებში იყო 15 გამარჯვება და 5 მარცხი. როდრიგესი ფენომენალური ძალის პატრონია, რომელიც ბოდიბილდერს უფრო წააგავს ვიდრე მებრძოლს. იმის მიუხედავად, რომ გრეგორი ელიტარული ჯიტსერია ბრძოლებს ძირითადად ნოკაუტებით იგებს. ასევე არის ძალიან გამძლე სპორტსმენი ძლიერი ყბით. რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, ეს იყო ძალიან სანახაობრივი, სასტიკი და სისხლიანი 3 რაუნდი. დანკანი ცდილობდა გამოეყენებინა თავისი სისწრაფე და გრძელი კიდურები, პერიოდულად ცვლიდა დგომს, მუშაობდა ფეხებით, მაგრამ როდრიგეს ეს არ ანაღლებდა. ის 3 რაუნდის განმავლობაში მართლა რობოკოპივით მოდიოდა წინ. დანკანს თავის კარიერაში პირველად შეხვდა ამ დონის თავის თავზე ხელაღებული მონსტრი. ბრაზილიელი დგომშიც შედარებით უკეთესი იყო, პარტერში კი იგრძნობოდა მისი მსოფლიო დონის ჯიუ-ჯიტსუ. ერთი სიტყვით, კრისტიანი ნამდვილ კედელს შეეჯახა. გრეგორიმ ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. დანკანმა კარიერაში მეორე მარცხი მიიღო და წინასწარ ვიტყვი, რომ ამ დღის მერე დანკანს აღარ წაუგია. When he starts to take shots, it's a lot of huge right hands. It's a nice. We talked about this, right? Why we've hit the midpoint. When he makes you fight his fight, he's gonna. And the official now didn't really. Just trying to find a position. Well, don't Rodriguez from fight to fight is about as impressive. 2025 წელს ბრიტანელმა 3 შეხვედრა გამართა და 3-ვეში მოიპოვა გამარჯვება. პირველი მას დაეჯახა ანდრეი პულიაევი, რომლის რეკორდიც იმ მომენტში იყო 9 გამარჯვება და 2 მარცხი. დანკანს კი პროფესიონალებში ჰქონდა 1 გამარჯვებით მეტი. თითქმის 1 წლით ადრე პულიაევმა გაიმარჯვა დანა White Contender სერიაში და ეს შეხვედრა მისთვის UFC-ში იყო სადებიუტო. ბრძოლა ფინიშის გარეშე დასრულდა. სპორტსმენებმა 3-ვე რაუნდი დგომში გაატარეს. დანკანი ბევრად ეფექტური იყო, ანადგურებდა რუს დგომში და კლინჩში. მესამე რაუნდის ბოლოს კინაღამ დაანოკაუტა კიდეც, მაგრამ პულიაევს გონგმა უშველა. როგორც შედეგი, კრისტიან ლერონ დანკანმა გაიმარჯვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. There's a flying there, 2 of them. It's not what you want to be known for. That's it. That's 1-2 uppercut. Last second. Wow. Saved by the buzzer.
2025 წლის 10 აგვისტოს სწორედ იმ დღეს, როდესაც რომან დოლიძე დამარცხდა ერნანდესთან, დანკანი შეხვდა LFA-ის ყოფილ ჩემპიონს ერიკ ანდერსს. ერიკი ბრძოლებამდე ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა უმაღლეს ლიგაში. UFC-ში მას 18 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი სპორტსმენია და ძირითადად იგებდა შეხვედრებს ფიზიკის მეშვეობით. დანკანმა რაუნდი დაიწყო დისტანციიდან ფეხების დაცხრილვით. ის თავის მეტოქეს აშკარად აღემატებოდა უნარებით, თუმცა ამის ფონზე ანდერსმა ერთი გდების შესრულება მაინც მოახერხა. მაგრამ ბრიტანელი გამოძვრა და შეასრულა ულამაზესი იდაყვით დარტყმა ბრუნში, რის მერეც უპრობლემოდ დაანოკაუტა და მოიპოვა გამარჯვება. დაინანკანის ბოლო ბრძოლა, რომლის შემდეგ მას ჩაუნიშნეს შეხვედრა რომან დოლიძესთან. ბრიტანელს ოქტაგონში დაუპირისპირდა ბრაზილიელი პროსპექტი მარკო ტულიო. ბრძოლის მომენტში ბრაზილიელის რეკორდი იყო 14 გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი. ის იყო მუაი-თაის და ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი, რომელმაც 14 გამარჯვებიდან 10 მოიპოვა ნოკაუტით, ერთი კი საბმიშენით. UFC-ში ამ სპორტსმენს მარცხი არ უნახია და მოდიოდა პროფესიონალებში დაუმარცხებლად 11 გამარჯვებიანი სერიით. რაუნდის დასაწყისშივე დანკანმა დაიწყო ბრძოლა თავდასხმით, მაგრამ მოყვა კლინჩი, რის მერეც ტულიო მის მიწაზე გადაიყვანა. თუმცა ბრიტანელი გამოძვრა და გაათმაგებული აგრესიით შეუტია თავის ოპონენტს. მერე იყო კიდევ კლინჩი, სადაც კრისტიანი აკონტროლებდა სიტუაციას და რაუნდის მიწურულს პარტერში დომინაცია. დანკანის პინტაობა და დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. ტულიო გადარჩენას კლინჩი ცდილობდა, მაგრამ ბრიტანელი იქაც უკეთესი იყო. რაუნდის ბოლოსკენ კრისტიანმა უძლიერესი ბექფისტით შეარყია თავისი მეტოქე, რის მერეც მიაყოლა ჯები, მერე ოვერჰენდი და გაიმარჯვა ამ შეხვედრაში ნოკაუტით. დაი 21 მარტს ბრიტანელი სნაიპერი თავისივე სახლში შეხვდება რომან დოლიძეს. ეს არ იქნება ქართველისთვის მსუბუქი გასეირნება, ასე რომ უსურებ მას წარმატებას და დარწმუნებული ვარ, თუ ის კარგად მოემზადა, აუცილებლად გაიმარჯვებს. დაი თქვენ კი დაწერეთ 1-2 სიტყვა ჩემს საგულშემატკივროდ კომენტარებში. ასევე გამოიწერეთ არხი, გარდა გავიწყდეთ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.